მაშინ ასე თქვენ უყურებთ ток-შოუ არგუმენტებს და ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან გიგა ნასარიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია ახალი ხედვა საქართველოს ხელმძღვანელი, სამთავრობო საბჭოს წევრი პირველი არხის და ჟურნალისტი ირაკლი კორძაია. საღამოშტობისა ბატონებო, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მობრძადით და იღებ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას. მე როგორც მაყურებელს, ასევე თქვენც მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, გიორგობა და ასევე მაყურებელს კიდევ ერთხელ მიულოცო ეს დღესასწაული. დავიწყოთ საუბარი. გიორგობა, ანუ ბოლო 7 წელია მხოლოდ რელიგიური დღესასწაულთან არ ასოცირდება საკმაოდ მნიშვნელოვან და საინტერესო მოვლენასთან, რომელიც თანამედროვე ისტორიაში საკმაოდ ისეთი საინტერესო პერიოდს ასახავს და ჩაიწერება ალბათ და ბევრი დაიწერება ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ვიდრე დაიწერება, მოდი 7 წელი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავაანალიზოთ განვლილი პერიოდი, მით უმეტეს, როდესაც 7 წლის წინ ნოემბრის მოვლენები ვითარდებოდა, საზოგადოება, რომელიც ქუჩაში გამოვიდა მხოლოდ ერთი მოთხოვნით, რომ შეცვლილება მომხდარიყო მხოლოდ იმისთვის, რომ უკეთესი მომავალი, უკეთესი საქართველო მიგვეღო და გავთავისუფლებულიყავით გარკვეულწილად იმ პრობლემებისგან, რომელიც მთელი წლების განმავლობაში ჰქონდა საქართველოს შევარდნაძის ხელისუფლების პერიოდში. ვიდრე უშუალოდ კონკრეტულად ამ თემებს შევეხებოდეთ, ზოგადი დახასიათება თქვენი მხრიდან მინდა მოვისმინოთ, თქვენ ხართ თუ არა კმაყოფილი და გაამართლა თუ არა თქვენთვის ვარდების რევოლუციამ. მე ვიცი, რომ გიგა თქვენ აქტიურად იხებდით კიდევაც მონაწილეობას ამ აქციებში. მოლოდინი რაც ჰქონდათ რევოლუციასთან დაკავშირებით, რაც ჰქონდათ ამ ახალ ხელისუფლებასთან დაკავშირებით, შეიძლება ითქვას, რომ უმრავლესწილად მან გაამართლა თქვენთვის თუ არა? უპირველესად მეც მინდა გიორგობა მოგილოცოთ, მაყურებელსაც და თქვენს. და რაც შეეხება გაამართლა თუ არა ჩემი მოლოდინი ახალმა ხელისუფლებამ ვარდების რევოლუციის შემდგომ. იმისათვის რომ გითხრათ გაამართლა თუ არა ჩემი პირადი მოლოდინი, მინდა გითხრათ რომ მე როდესაც იქ ვიდექი, არ მქონდა იმდენის მოლოდინის კი რამდენის მოხდა. შეიძლება იქ ადამიანები იყვნენ, რომელთაც ეგონათ რომ სადღაც ერთ წელიწადში უკვე შემდგარი ევროპული სახელმწიფო იქნებოდათ. ეს წარმოუდგენლად მიმაჩნდა. მე მქონდა იმედი რომ წავიდოდით დადებითისკენ შეიცვლებოდა ის ჭაობის სიტუაცია, დაჭაობებული სიტუაცია ამოძრავდებოდა და დაიძვრებოდა ეს დიდი ბორბალი, რასაც სახელმწიფო ქვია უკეთესობისკენ, მაგრამ ჩემი აზრით უკეთესობისკენაც დაიძრა და მე მგონი საკმაოდ სწრაფადაც მიგორავს პროგრესისაკენ. ეს ჩემი პირადი აზრია თქო. ანუ თქვენი მოლოდინი ასე ვთქვათ, უფრო გადაჭარბებით შესრულდა. გაამართლა კი. კი ბატონო. კარგი. ირაკლი, რა მოლოდინები ჰქონდა რევოლუციასთან დაკავშირებით და მოდით ესე ვთქვათ, უთანაგრძნობდით თუ არა იმ პროცესს, რომელიც მიდიოდა 7 წლის წინ სწორედ ამ დღეებში და ემხრობოდი თუ არა იმ მოსაზრებას, რომ რაღაც უნდა შეცვლილიყო ქვეყანაში და ეს რაღაც შეიცვალა თუ არა? უპირველესად დიდი მადლობა, მეც გილოცავთ გიორგობას, თქვენს ტვიტერში მაყურებლებს. რაც შეეხება უთანაგრძნობდი თუ არა, მე არ უთანაგრძნობდი ედუარდ შევარდნაძის მთავრობას, მაგრამ არ უთანაგრძნობდი თვითონ რევოლუციურ პროცესს, იმიტომ რომ იმაჩნია რომ ქვეყანა უნდა ვითარდებოდეს რევოლუციის გზით, ის უნდა ვითარდებოდეს კონსტიტუციის გზით. თუმცა გარემოებები ისეთ შეიქმნა, რომ ასე ვთქვათ, იმდროინდელმა ხელისუფლებამ არ დაუტოვა სხვა საშუალებას საზოგადოებას და მოხდა ეს ეგრეთ წოდებული ხავერდოვანი ვარდების რევოლუცია. ანუ აუცილებელი იყო ეს პროცესი, თუ კი კონსტიტუციის გზით არ ხდებოდა ამის განვითარება, თუ კი მიეცემოდა საშუალება შევარდნაძის ხელისუფლებას გაგრძელება. რჩებოდა ფაქტობრივად 13 თვე და მე მგონი ახლა ამ 13 თვეში ისეც ვერაფერს ვერ დაანგრევდა, რაც 13 წელიწადში დაანგრია და გააფუჭა, რომ პრინციპი შეიძლებოდა რომ დაესრულებინა თავისი ასე ვთქვათ საპრეზიდენტო ვადა და შემდეგ მოსულიყო დღევანდელი გუნდი კი ბატონო არჩევნების. ნუ ეს უკვე ასე ვთქვათ ისტორია მოხდა. ეხლა რაც შეეხება მოლოდინებს, მიუხედავად იმისა, რომ არ უთანაგრძნობდი ამ პროცესებს, ამ ზოგადად რევოლუციურ პროცესს არ უთანაგრძნობდი, გარკვეული მოლოდინები მას შემდეგ, რაც ქვეყნის ხელისუფლებაში მოვიდა ახალგაზრდა ადამიანი და ისეთი ასე ვთქვათ საკმაოდ ენერგიული გუნდი თურთ, გარკვეული იმედები ბუნებრივია მე როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს მქონდა გიგასთან იმ თავითვე გამიჭირდება და ვეთანხმო მას. გიგას ჰქონდა რაღაც მოლოდინები, რომლებიც ასე ვთქვათ გადააჭარბა კიდეც, მაგრამ სამწუხაროდ ის მოლოდინები, რომლებიც მე მქონდა პირადად პერსონალურად არ აღსრულდა და არ მინდა დავიმსგავსო და უშუალოდ რომელიმე კაპას პოლიტიკოსს და დავიწყო ასე ვთქვათ ამ ნუსხის, ამ პრეტენზიების ნუსხის ჩამოთვლა, მაგრამ საინტერესოა, იმიტომ რომ არის საზოგადოება, რომელსაც აქვს პრეტენზიები. კი ბატონო, აი მედიური საკითხებით დავიწყებ, ეხლა თქვენ ამჟამად ხართ ტელეკომპანია მაესტროს ერთ-ერთი სახე და ეს თქვენი ასე ვთქვათ გააზრებული არჩევანია, მაგრამ ეს არჩევანი არ მოხდა ბუნებრივ პირობებში. თქვენ იქამდე ტელეკომპანია იმედში მუშაობდით და იძულებული გახდით იქიდან წამოსულიყავით. ხო, ანუ ეს თქვენი აკოფნა
არ არის განპირობებული აბსოლუტურად, ვთქვათ, არ მოხდა რა ბუნებრივი და ეს ვთქვათ კანონზომიერი გარემოებების გამო. ეხლა ჩვენ შეგვიძლია ვიდაოთ იმაზე და შეიძლება თუ არა ტელეკომპანიაში შევარდნა იარაღით და ნიღბებით, შეიძლება ტელევიზიას ასე ვთქვათ ლიცენზია ჩამოართვა იმ შემთხვევაში თუ ის აშკარად ანტიკონსტიტუციურ ქმედებას ახორციელებს, მაგრამ სასამართლოს წესით და ალბათ იმ პროცედურების გავლით, რომელიც გასავლელია ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ შეიძლება თქვენთვის არის, მაგრამ ჩემთვის საკამათო არ არის ის, რომ ტელევიზიაში შევარდნა ნიღბებით და იარაღით უბრალოდ არ შეიძლება დაუშვებელია. კი ბატონო, ეს არის ერთი საკითხი, რომელზედაც ჩვენ ეს არის ერთი პატარა საკითხი. კი ბატონო, ამ საკითხს დაუბრუნდებით, მე უბრალოდ გიგას მინდა ვკითხო. როცა ამბობთ, რომ გადაჭარბებული მოლოდინიც, გადააჭარბა კიდევაც მოლოდინმა. აი, რას გულისხმობთ ამაში? აი ყველაზე რა იყო მინიმუმი რაც ყბადაღებული მაგალითი რომ მოვიყვანოთ ეს პოლიციის თლიანი შეცვლა, თლიანი რეკონსტრუქცია რო დავარქვათ ამას. რასაც არავინ არ მოელოდა ალბათ იმ დროისათვის 2003 წლის ნოემბრის დღეებში მე მგონი არავინ არ ელოდა რომ რაღაც 1-2 წელიწადში თლიანად შეიცვლებოდა ეს სტრუქტურა კორუმპირებული სტრუქტურიდან გარდაიქმნებოდა ჩვეულებრივ აი იგივე საპატრულო სამსახური შეიქმნებოდა და აი დღევანდელი გამოკითხვის ხშირად სახელმწიფო პოლიტიკოსები აპელირებენ ამ გამოკითხვით რომ რამდენი ზუსტად არ მახსოვს 98% მე მგონი 92% აცხადებს რომ მას შეხება არ ქონია კორუფციასთან. ადრე ამას ალბათ ვერ განაცხადებდა 5%-იც კი ხო? მაშინ არ მახსოვს ეს გამოკითხვა ტარდებოდა თუ. ხო და აი ეს რომ შეიცვალა მთლიანად ეს მე მგონი ჩემ მოლოდინებს ამან გადააჭარბა, იმიტომ რომ მე ამას პირადად არ ველოდი. ანუ თქვენთვის თავარი პრინციპი იყო ის, რასაც ელოდით თქვენ თუნდაც ამ ხელისუფლებისგან, ის რომ დამარცხებული იყო კორუფცია, რომელიც აფერხებდა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და პოლიცია, რომელმაც განიცადა რეფორმა, მაგრამ რა ვუყოთ იმ ფაქტს, როდესაც ქვეყნის შიგნით მე არ ვამბობ გარედამკვირვებლების მხრიდან დადებულ დასკვნებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. როდესაც საზოგადოება აცხადებს და გვაქვს ამის ფაქტებიც, რომ პოლიცია არის პოლიტიზირებული. ეს ერთი ხედვა ამ საკითხის, მე არ მგონია პოლიცია პოლიტიზირებული იყოს. თუ არ ჩავთვლით იმ შეძახილებს ხოლმე, რომელთაც ხშირად манипуლირებენ, პოლიცია უპირველესად ამ ქვეყანაში იცავს წესრიგს. თავარი მე მგონი ეს არის. ალბათ შეიძლება ხელისუფლება და ეს აწყობილი სისტემა, თუნდაც იგივე პოლიციაზე თუ გავამახვილებთ უბრალოდ აწყობილი სისტემა ამ ხელისუფლების პირობებშიც ასევე დაიცავს წესრიგს და ის არ გადაყვება ამ ხელისუფლებას, ხო? მე მგონი ასე მოხდება მომავალში და დავით თუ ვინმეს ამას ანუ პოლიცია არის ერთ-ერთი სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილი წარმატებული რეფორმის შედეგი. კი ბატონო, ირაკლი, გაქვთ პოლიციასთან დაკავშირებით რაიმე მართლაც თუ შევადარებთ შევარდნაძის პერიოდს, ირაკლი, როდესაც კონდა საკმაოდ რთული სიტუაცია ამაზე. ის რომ დღეს ასე ვთქვათ ქუჩაში არ დგანან გაიშნიკები და არ აყაჩაღებენ ასე ვთქვათ ავტომობილებს, ეს უდავოდ ძალიან კარგია. თუ შეიძლება ეს მიღწევად ჩაითვალოს 21 საუკუნეში, მაგრამ კარგია, რა თქმა უნდა. მაგრამ გარკვეული პრეტენზიები ბუნებრივია, გარკვეული კი არა, საკმაოდ ბევრი პრეტენზია შეიძლება გქონდეს ახლა ადამიანს დღევანდელ პოლიციასთან. იგი გამბობს, რომ პოლიცია არ არის პოლიტიზირებული, მაგრამ ჩემთვის მაგალითად სავსებით გასაგები გახდა პოლიციის პოლიტიზირებულობა მას შემდეგ, რაც აი თქვენთან ვისაუბრეთ ამ სტუდიაში რამოდენიმე ხნის წინ 6 მაისის ინციდენტი ქალაქ სამართლოსთან და თქვენ გავუშვით კიდევაც ეს კადრები, როდესაც პოლიციელები სკანდირებენ პრეზიდენტის სახელს, ხო? მე მგონი ეს საკმარისია საიმისოთ, რომ ჩვენ გამოვიტანოთ დასკვნა, რომ პოლიცია არის პოლიტიზირებული, როდესაც 200 სპეცრაზმელი დგას და ყვირის მიშა-მიშას, ეს არ არის ნორმალური. ამას გარდა იყო გახსოვთ თქვენ მთელი რიგი მოვლენებისა 2007 წელს გულისხმობს სანდრო გირგვლიანის გახმაურებულ მკვლელობას და ამ მკვლელობასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა უკვე რამდენიც ვიცი თავის დასკვნა და დააკისრა ქვეყნის ხელისუფლებას კომპენსაცია, რომლის ირგვლივათაც იყო ძალიან ბევრი კითხვა და ეს კითხვები დღემდე გახდა დარჩა, ასე ვთქვათ, პასუხგაუცემელი, ხო? მე არ ვლაპარაკობ ახლა სხვა გახმაურებულ მკვლელობებზე, გუტა რობაქიძის, ზურაბ აზაგაშვილის და ამ შემდეგ და ამ შემდეგ. ასე რომ ვფიქრობ, რომ არც თლად ისე არის კარგად საქმე, როგორც გონია ბატონ გიგას, იმიტომ რომ სანამ ეს კითხვები იარსებებს საზოგადოებაში, სანამ
პოლიციის მაღალჩინოსნები იქნებიან საზოგადოების შეიძლება თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის მხრიდან ეჭვმიტანილები დანაშაულში, კერძოდ კაცის კლასში. მე ვფიქრობ, რომ ამ სისტემაზე ძალიან ნაადრევია ითქვას, რომ ის არის სრულყოფილი. სრულყოფილებაზე არ ვსაუბრობდით, ჩვენ აქ ვადარებდით, მე მგონი პროგრესი განიცადა თუ არა ამ სისტემამ თუ არა. ჩემი აზრით პროგრესი განიცადა. გაცილებით უფრო დიდი პროგრესი, ვიდრე მე გავიმეორდებით და ვიტყვი, რომ ამას ველოდი 2003 წელს. რა თქმა უნდა, შეცდომები არის, ამას თვითონ ხელისუფლებაც აღიარებს და დღესაც ბატონო მიხეილ სააკაშვილმა სტრასბურგში გამოსვლისას აღიარა, რომ შეცდომები მათ ჰქონდათ და ამ შეცდომებზე ისინი სწავლობენ. თავარია საკუთარ შეცდომებზე ისწავლონ. რამდენად შეიძლება ეს ესე ვთქვათ, სწავლობენ შეცდომები რამდენად დააზარალებს საზოგადოებას მე ამაზე ისწავლო. აი იქიდან გამომდინარე, თუნდაც გახმაურებული მკვლელობებიდან გამომდინარე. შეცდომები არ დაუშვა. რთულია, რომ შეცდომები არ დაუშვა. რთულია, რომ როდესაც რაღაც საკეთებ აქტიურად, საქმეს აკეთებ, იქ ყოველთვის აქვს შეცდომების ადგილი. რა თქმა უნდა, ჯობია, რომ იდეალურად კარგად მიდიოდეს ყველაფერი, არამედ შეცდომა არ დაუშვას და კარგად აეწყოს და ყველა კმაყოფილი იყოს ჩატარებული რეფორმებით იდეალური დავარქვათ სიტუაციას, მაგრამ ასე ბუნებაში არ ხდება. ისა საკუთარი შეცდომების დანახვა ახლა უდაოდ არის ძალიან დადებით თვისება ადამიანის, მაგრამ თუ კი შენ აღიარებ შენ შეცდომებს, უნდა გქონდეს ამ შეცდომების გამოსწორების სურვილიც, ხო? მე ვერ ხედავ მაგალითად აი ამ მრავალჯერადი აღიარებების შემდეგ, რომ ის შეცდომები, რომელთა აღიარებაც მოხდა და ვაშ ქვეყნის პირველი პირის მხრიდან ეს შეცდომები რა იქნებოდა ეს თქვენთვის შეცდომის გამოსწორების სურვილის? კიდე მოდით იცით, აი სად გადის ზღვარი შეცდომასა და დანაშაულს შორის. ეგეც ხო ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ როდესაც შენ რაღაც შეცდომას უშვებ, რომელიც არის დავუშვათ ნაკლებად მტკივნეული მთლიანად საზოგადოებისთვის, ან საზოგადოების რაღაც კომპონენტისთვის, მაშინ შეიძლება ამას დავარქვათ შეცდომა, მაგრამ როდესაც შენ პირად საკუთარ მოქალაქეებს, ასე ვთქვათ, ქუჩაში აპატიეთ გამოთქმისთვის და კურდღლებივით ხოცავ, აი მე მგონი ეს უკვე შეცდომა არ არის, ეს უკვე აშკარად დანაშაულია. მე ასე მგონი, როცა ტელეკომპანიაში შევარდებით ნიღბებით, ეს შეცდომა არ არის, ეს არის. ირაკლი, რა იქნებოდა ამ შეცდომის გამოსწორების სურვილის ჩემთვის ინდიკატორი, რომ გენახა ხელისუფლება მართლაც ცდილობს ამის გამოსწორებას. როცა ამბობს, რომ კი, ჩვენ დაუშვით შეცდომები, მაგრამ მას არ დაუკონკრეტებია, რომ შეცდომას გულისხმობ და იქიდან გამომდინარე, რომ იგივე 7 ნოემბერთან დაკავშირებით ჩვენთვის აქამდე ცნობილი იყო, როდესაც ხელისუფლება ამბობდა და ამავე სტუდიაში რამდენჯერმე ხელისუფლების წარმომადგენლებს უღიარებიათ, რომ შეცდომა იყო 7 ნოემბერს ტელეკომპანია იმეჯის შეჭრა, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა სხვა რამ განაცხადა, როდესაც მოსწავლე ახალგაზრდებს და სტუდენტებს ხვდებოდა ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში, როცა მან განაცხადა, რომ დიახ, სწორად მოვიქეცით, როდესაც დავხურეთ ერთ-ერთი ადამიანის ტელეკომპანია, ადრე პატარკაცის ტელეკომპანიაზე იყო. აქ ალბათ გულისხმობდნენ შედეგს და პროცესს, ანუ შეჭრა და ასეთი ფორმით დაყურა. შედეგს ხედავთ ჩვენ ახლა. ასეთი ფორმით დაყურა, შეცდომა იყო, ხოლო ტელეკომპანიის იმ მომენტისათვის შეწყვიტა, ანუ ისინი გულისხმობენ, რომ შეწყვიტა მაუწყებლობა, რადგან თვლი და ხელისუფლება მაშინ, რომ არა კონსტიტუციურ მოწოდებებს ავრცელებდა მაშინ ტელეკომპანია, მაშინ ეს გამართლებული იყო დახურვა და არა შეჭრა. ხო, საკუთარ პროცესი და შედეგზე მაქვს საუბარი ამ შემთხვევაში. ანუ მათ გამართლეს შედეგი თქვენ გინდათ თქვათ, რომ გამართლეს შედეგი და არა პროცესი, რომელიც მიმდინარეობდა. მე არ მომისმენი არც ერთი განცხადება, მაგრამ თქვენ როგორც იცით რა, რას ნიშნავს მოით ასე თქვათ, არა ანტიკონსტიტუციურ მოწოდებებს აკეთებდა ტელევიზია. თქვენ ხო კარგად გახსოვთ და აქტიური მონაწილე იყავით ვარდების რევოლუციის პროცესში. მე მგონი დიდად არ განსხვავდებოდა იმ დროინდელი რუსთავიორის რიტორიკა. და მე ვფიქრობ, რომ მე ვერ დაგეხთახებით, მაგრამ კი ბატონო, კარგით, იმიტომ რომ მე შეიძლება იმ დროინდელი იმედის მოწოდებები, მე რომ მკითხოთ, ეს უწყინარი ბავშვის აქციელი იყო საერთოდ იმასთან შედარებით, რასაც 2003 წელს რუსთავი აკეთებდა, მაგრამ არავის არ გაჩენია იმის, ასე ვთქვათ, სურვილი შეიძლება გაჩენია, მაგრამ არავინ არ შევარდნილა ტელეკომპანია რუსთავში და მაგის გამო არ შეუწყვეტიათ მათი მაუწყებლობა. ესეც ალბათ რაღაც ძალის გამოყენებით ხო? ანუ უბრალოდ დაეჭირათ რაღაც ღილაკისთვის, რა ვიცი მე ხო. კი ბატონო